მოდის სინამდვილეში რუსეთი რასაც აკეთებს, ის იწყებს მისთვის ჩვეული ტაქტიკით უხეშ ვაჭრობას ამ შემთხვევაში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისე უკრაინასთან. ის არაფერს არ ეთანხმება, რა თქმა უნდა ის არ უარყოფს მშვიდობით კონფლიქტის მოგვარების იდეას, მაგრამ როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, მას აწუხებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? პირველი არის ის, რომ ცოტა დააგვიანდა ამ შეთანხმებას, ვიტყოდი, იმიტომ რომ რუსეთმა შეძლო უპირატესობის მოპოვება ფრონტის ხაზზე პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ ხედავთ, რომ კურსკში უკრაინული ნაწილები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათ დაკარგეს კონტროლი სუჯაზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ ხდება ბლოკირება აღნიშნული ნაწილების და ცოტა აკლია ფიზიკურად ალყის სრულად შეკვრას, რაც პრინციპში გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლის უნარიან და ყველაზე გამოცდილ დანაყოფებს, იმიტომ რომ სწორედ ასეთები იქნა გადასროლილი კურსკის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, საჭირო იყო თუ არა საერთოდ ამ ოპერაციის ჩატარება და რამდენად მიზანშეწონილი იყო ცალკეული მოსაზრებები სწორედ ამას შეეწირა ზალუჟნის კარიერაც, ასე ვთქვათ, ის გაუშვეს ელჩად იმიტომ გაერთიანებულ სამეფოში, რომ არ ეთანხმებოდა როგორც სარდალი მსგავსი ტიპის ღონისძიების განხორციელებას. ჩვენ ხედავთ, რომ იქ ძალების გადასროლამ შეასუსტა უკრაინული პოზიციების სხვა მიმართულებითაც და აი ამ განცხადებაში, რომელიც აჩვენეთ ვლადიმერ პუტინი, ასევე იმასაც ამბობს, რომ უბრალოდ გავუშვათ ეს ჯარისკაცები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს კურსკის ოლქში. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სხვა მიმართულებითაც პრაქტიკულად ვახორციელებთ სხვა უკრაინული ნაწილების ბლოკირებას და რა მოხდება მაშინ ამათთან მიმართებაში უბრალოდ უნდა გამოვუშვათ ისინი, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეხლა მე მაქვს ფრონტის ხაზზე უპირატესობა, შესაბამისად საკითხი საჭიროებს დამატებით დაზუსტება, საკითხი საჭიროებს რუსეთის მხრიდან დამატებითი პირობების წამოყენებას, ალბათ ესე მოხდება და ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი ის, რომ მან მიიღოს ის ტერიტორიები სამშვიდობო შეთანხმების პარკლებში, რომლებიც გამოაცხადა მან რუსეთის ფედერაციის ნაწილად, გეგმა მინიმუმი კი იქნება, რომ შეინარჩუნოს კონტროლი დღევანდელ, ასე ვთქვათ, ტერიტორიებზე, რომელსაც ფაქტობრივად აკონტროლებს რუსული არმია. შესაბამისად, შეიძლება და აქვე იქნება, რა თქმა უნდა, რამოდენიმე პირობა, დიდი ალბათობით წამოყენებული რუსეთის მხრიდან და ეს პირობები არის შემდეგი, ხო, რომ არ მოხდეს უკრაინის დამატებითი სამხედრო გაძლიერება, გამოირიცხოს და ჩაიდოს გარანტიები, რომ არ განთავსდება უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი სხვა ქვეყნის საჯარისო შენაერთები, საუბარია მოგეხსენებათ იგივე ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ თავისი კონტინგენტის გაგზავნაზე, ამაზე საუბრობდა სხვადასხვა დროს ბრიტანეთის პრემიერი, საფრანგეთის პრემიერი, საუბარია იმაზეც, რომ ნატომ გარკვეულწილად შეასუსტოს პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში, ანუ ძალიან ბევრი საკითხია და რუსეთის ფედერაცია შეეცდება, სანამ მას აქვს ფრონტის ხაზზე უპირატესობა, მაქსიმალურად გაწელოს მოლაპარაკებათა პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნახეთ, აი ამ პროცესის გაწელვის დასაწყისშივე ამერიკის რეაქცია, როდესაც ტრამპმა გაამკაცრა სანქციები ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით ამ რუსული საბანკო სექტორისა და ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ, თუმცა მე აქვე ვიტყვი, რომ ეს სანქციები არ იქნება რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ იქნება მისთვის შემაფერხებელი გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა როგორც იქნა შეძლო იმ უპირატესობის მოპოვება, რომელიც მას ასე სჭირდებოდა. ზოგადად ეს არის რუსეთის პრობლემა ხოლმე ნებისმიერი საბრძოლო ოპერაციის დროს, რომ მას თავიდან უჭირს დიდი ძალების მობილიზება, თავმოყრა, უჭირს გარდატეხის შეტანა, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ მერე უკვე მისი შეჩერება ხდება ძალიან რთული. დღეს რუსეთი აი ამ სტადიაშია მისული სამწუხაროდ, ძალიან არ მინდა ამას რომ ვამბობდე, მაგრამ მისული ამ სტადიაში, რომ მისი შეჩერება იქნება საკმაოდ რთული, იმიტომ რომ პრაქტიკულად რუსეთმა, ასე ვთქვათ, მთლიანად დაიქვემდებარა ვითარება კონტროლს ქვეშ. აი სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, რუსეთის ამ უპირატესობის გათვალისწინებით, რაზეც საუბრობთ, როგორი იქნება, როგორია მოსალოდნელი იყოს ტრამპის მომდევნო ნაბიჯები. მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე იყო გარკვეული ზეწოლა უკრაინაზე, ეს ასე აღიქმებოდა, თუმცა ახლა ჯერი არის რუსეთზე მის პოზიციაზე. პრინციპში უკრაინას მოდი თავიდანვე რომ შევხედოთ, არც ქონდა დიდი არჩევანი, რომ არ დათანხმებოდა ტრამპის მოწოდებას, ნუ ამ შემთხვევაში უკრაინამ გაიბრძოლა, შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესი პირობები აიღო მისივე მოკავშირეებისგან და ეს ცოტათი ისეთი იმედის გამაცრუებელიც არის, ხო, პრაქტიკულად უკრაინას, რასაც თავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები, არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ თავაზობს კაპიტულაციას, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა ახსენა, მშვიდობა აგრესორის პირობებით, ეს არის კაპიტულაცია. შესაბამისად, თავაზობს კაპიტულაციას, პლუს თავაზობს, რომ ეს კაპიტულაცია მოხდეს ისე, რომ ამერიკა მიიღოს გარკვეული ფინანსური გარანტიები და უზრუნველყოფა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მან გაუწია. შესაბამისად, აქ მე კითხვა მიჩნდება ხოლმე, რომ თუ უნდა დანებდეს უკრაინა ამ ყველაფერში და მიიღოს რუსეთის შემოთავაზებული პირობები, რაღა საჭიროა მაშინ ამერიკული ჩართულობა, ხო, ამ ყველაფერში. შესაბამისად, ტრამპს მოუწევს შესთავაზოს უკრაინას ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის ის, რასაც დღეს თავაზობს, რომ მოგიწევს ტერიტორიების დათმობა, ამაზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, ამაზე ისაუბრა თვითონ დონალდ ტრამპმაც და მე მახსოვს მისი ერთ-ერთი პრესკონფერენცია, როდესაც ჟურნალისტმა
პრეზიდენტმა შეეკითხა თუ რას უპირებდა ამ ტერიტორიებს და პასუხი იყო საკმაოდ ცინიკური. მიდი და თვითონ გამოართვი თუ მაგარი ხარ რუსეთს. აი დაახლოებით ესეთი პასუხი გასცა. შესაბამისად უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა, ამაზე უკვე აღარ არსებობს ორი აზრი და ამავე პირობებში უკვე ძალიან რთულია იმის თქმა საბოლოო ჯამში საწავა ეს ყველაფერი. აქ საუბარი არის უკრაინის დემილიტარიზაციაზე, საუბარი არის მის ნეიტრალურ სტატუსზე, საუბარი არის უამრავ საკითხზე, რასაც რუსეთი რა თქმა უნდა წამოწევს და ეცდება რომ ჯერ სამშვიდობო ესეთი 30 დღიანი პერიოდის დადგომამდეც მიიღოს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ფრონტის ხაზზე, მეორე მიმართულებით წამოწიოს ძალიან ბევრი პირობა, შეიტყუოს დასავლეთი მოლაპარაკებების გრძელ სერიაში, მოითხოვოს მაქსიმუმი, რასაც ის ყოველთვის აკეთებს ხოლმე მოლაპარაკებებში, რათა მიიღოს სასურველი. ამ შემთხვევაში მთავარია სწორად დაინახოს რა არის სასურველი და რა არის უკრაინისთვის მნიშვნელოვანი. ანუ აქ ორი მომენტია, რა არის რუსეთისთვის სასურველი და რა არის უკრაინისთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. კი, გვესმის რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რომ ის გადარჩეს როგორც სახელმწიფო, მაგრამ ეს გადარჩენა არ უნდა იყოს ისეთი გადარჩენა, რომ ამ გადარჩენის შემდეგ უკრაინა ჩამოიშალოს და იყოს არ შემდგარი სახელმწიფო. ევროპისთვისაც და მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია რომ უკრაინა გადარჩეს როგორც სახელმწიფო, რომელიც შეინარჩუნებს ამ სახელმწიფოებრიობას და არ იქნება სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ კაღალზე. თუმცა ჩვენ რასაც ხედავთ რუსეთის ფედერაციას პრაქტიკულად აქეთ მიყავს ყველაფერი და სამწუხარო რეალობა ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ აცნობიერებს ან არ აცნობიერებს ტრამპის ადმინისტრაცია იმას თუ რას აკეთებს რუსეთი და მე მრჩება ზოგადად შთაბეჭდილება რომ დონალდ ტრამპი აზროვნებს ცივი ომის სტანდარტული კატეგორიებით როგორც არის ეს ექსკლუზიური გავლენის სფეროებზე კონტროლი და ცდილობს გადაანაწილოს მსოფლიოს სამ ძირითად მოთამაშეს შორის, რომელიც მას წარმოუდგენია ასეთად, ეს არის რუსეთი, ეს არის ჩინეთი და ეს არის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები და ნუ აი ამას ადასტურებს კიდევ ერთი განცხადება. ხო, უკვე ორჯერ ახსენა დონალდ ტრამპმა საქართველოს და ორივეჯერ ახსენა ერთი და იმავე კონტექსტში, რომ 2008 წელს საქართველოს დარჩა რუსეთს. ანუ ის პრაქტიკულად აღიარებს იმას, რომ რუსეთს აქვს უფლება კონდეს ექსკლუზიური გავლენის ზონები და ეს უნდა იყოს ასევე ჩვენთვისაც ძალიან საგანგაშო სიგნალი თუ როგორ უყურებს ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს და ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული სიგნალი ევროპისთვის, იმიტომ რომ ევროპა აი ამ განანაწილების პროცესში ან შედგება როგორც ერთიანი ძლიერი აქტორი და იქნება ძალის მეოთხე ცენტრი, აი იმ სამი ცენტრის პარალელურად, ან ის გადაინაცვლებს უბრალოდ მსოფლიო პოლიტიკის პერიფერიაზე. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ის რომ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურა განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგაც თუნდაც დემოკრატები მოვიდნენ და სცადონ ყველაფრის გამოსწორება, დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურა ის აღარ იქნება, რაც აქამდე იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანა იყოს შენი მთავარი სამხედრო მოკავშირე და იმავდროულად ადმინისტრაციის ცვლილების პირობებში ის 180 გრადუსით ატრიალებდეს თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს თუ თავის წარმოდგენებს გლობალური უსაფრთხოების შესახებ. ამას უკვე ადასტურებს იგივე ევროპის სახელმწიფოთა განცხადებები, იგივე ევროკავშირის განცხადებები, სადაც გადაიარაღების პროცესში უნდა ვიყიდოთ მეტი ევროპული და ნაკლები ამერიკული, რაც პირდაპირ ნიშნავს ამერიკაზე სამხედრო დამოკიდებულების შემცირებას, საფრანგეთის ინიციატივა ბირთვული ქოლგის შესახებ, გერმანიის კანცლერის მცდელობა რომ გაზარდოს გერმანიის არმიისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება, საუბარი არის კოლოსალური ოდენობის კრედიტზე, რომლის აღებაც უნდა მომავალ კანცლერს ამ შემთხვევაში, საუბარი არის პოლონეთის მიერ დაანონსებულ სამხედრო რეფორმაზე, რომლის თანახმადაც უნდა გააორმაგოს შეიარაღებული ძალების ოდენობა, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის დროში გაწერილი პროცესი საკმაოდ და მეორე ეს ყველაფერი წააწყდება დიდ წინააღმდეგობას ევროპის შიგნითაც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის პარალელურად გაერთიანებული სამეფოს პარალელურად, იგივე იტალია და არა მხოლოდ უნგრეთი და არა მხოლოდ სლოვაკეთი არის, ასე ვთქვათ, უკვე განსხვავებულ მოსაზრებაზე და დილი ალბათობით იგივეს გაიზიარებს ესპანეთი და პორტუგალიაც მომავალში. გიორგი, თქვენ ახსენეთ ასეთი საგულისხმო ფრაზა, რომ უკრაინა გადარჩეს როგორც სახელმწიფო. აი, რა იქნება წითელი ხაზები? უფრო დეტალურად რო ავხსნათ, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის, რამაც შეიძლება ჩიხში შეიყვანოს და შეუძლებელიც კი გახადოს მოლაპარაკებები. ნუ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მხრიდან ნებისმიერი წინააღმდეგობა ეს იქნება პრობლემური. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და მეტი არაფერი არ იყო თეთრ სახლში დადგმული სცენა, რაც ჩვენ ვიხილეთ, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი პიროვნულადაც კი დაამცირეს და ნუ ესეთი რაღაც დიპლომატიაში არ ხდება ხოლმე და არ უნდა მომხდარიყო, ეს იქნება ალბათ ტრამპისთვის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ლაქა მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ისტორიის განმავლობაში, ასე რომ შევხედოთ და მეორე რაც შეეხება
რუსეთს? ნუ რუსეთს რაც უნდა, ეს არის პირველ რიგში უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება და უკრაინაში ხელისუფლება უნდა მოვიდეს რუსეთის მიმართ ლოიალისტურად განწყობილი და უკვე გამოკვეთილია რამოდენიმე ასეთი პოლიტიკური ფიგურა უკრაინის პოლიტიკურ ლანდშაფტში. ეს არის ასევე უკრაინის დემილიტარიზაცია, როგორც თვითონ საუბრობდა დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნეიტრალიტეტი. ხო, ეს წარმოადგინა მას სამი პარადიგმა. დენაციფიკაცია სიტყვის რო განახორციელა, დემილიტარიზაცია რო უკრაინის არმია დაყვანილი იქნება ძალიან მცირე რაოდენობაზე და პრაქტიკულად იქნება შეზღუდვები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, იმიტომ რომ ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვავს რუსეთი, როგორც ხედავთ, ასევე სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული deal breaker-ი რუსეთისთვის, სადაც ის აღარ იმას იზავს, რა ქვია, დათანხმდება მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით როცა მას აქვს უპირატესობა. ნუ ერთადერთი რამაც შეიძლება რუსეთის პოზიციები შეცვალოს და შეარბილოს, იქნება გარდატეხა ფრონტის ხაზზე, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ ისევ და ისევ ვისაც შეეძლო ამ გარდატეხის შეტანა, ის ადამიანი დღეს აღარ სარდლობს უკრაინის არმიას და უკრაინის არმიამ უკვე დაკარგა ის სტრატეგიული პოზიციები, რომელიც მას ეხმარებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ აი 50-50-ზე შეენარჩუნებინა ომის შანსები. აი დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა აგებს ამ ომს. აქამდე საკმაოდ რთული იყო და თუნდაც თქვენს ეთერშიც მithქვას, რომ ეს ომის ნისლი არ გაფანტულა, რაც მოგცემდა ჩვენ გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას.